Თვის სრულიად გასაგებია, რატომ უქმნის ხელისუფლება ტელეკომპანია თრიალეთს ამ პრობლემებს, იმიტომ რომ მისთვის ყველაზე დიდი საშიშროება და ყველაზე საშიში იარაღი ხელისუფლებისთვის არის სწორედ ტელევიზია და ის მართალი სიტყვა, რომელიც თქვენი ტელევიზიიდან ისმის. მე ძალიან კარგად მახსოვს პირველი ეთერები, რომელიც მქონდა თქვენი ტელევიზიის მეშვეობით და კითხვებით და განწყობებით, რომელიც იყო და ძალიან კარგად ვხედავ კითხვებსაც და განწყობებსაც დღეს და ეს არის მაჩვენებელი ზუსტად იმისა, თუ რამდენად რადიკალურად შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება იმ პრობლემებზე, რასაც მე ვლაპარაკობ, როდესაც მათ კითხვებზე, რომელიც მათ ხელისუფლებამ ზოგ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, პირდაპირ თავში ჩაუდო მედია საშუალებებით, როცა ამ კითხვებზე ადამიანები შენგან პასუხს ისმენენ, როდესაც ისინი იგებენ ობიექტურ ინფორმაციას. ასეთ ვითარებაში ხდება სწორედ ის, რაც მოხდა აქ, როდესაც განწყობა ადამიანების რეალურად სრულიად სხვა ხდება და როდესაც ადამიანებს თვალი აეხილათ იმაზე, სინამდვილეში რა მდგომარეობაში ჩააგდო ისინი სააკაშვილის რეჟიმმა. ამიტომ რა თქმა უნდა, მათთვის ტელევიზია არის ძალიან საშიში. რა თქმა უნდა, ისინი შეეცადნენ დაუშვათ ტელევიზიის მეპატრონეზე ჯერ ფინანსურ ზეწოლას, მერე ფიზიკურ ზეწოლასაც მე ძალიან კარგად მახსოვს ის ამაზრზენი ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი მეპატრონე სცემეს და დღემდე არ არის ეს გამოძიებული. ძალიან კარგად ვიცი, რომ იგივე თქვენთან დაკავშირებით, ჟურნალისტთან და ოპერატორთან დაკავშირებით მომხდარი ძალადობა ასევე არ არის გამოძიებული, იმიტომ რომ არ დაჟის ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვინც მის ბინძურ შეკვეთას ასრულებს, ვინც სცემს ჟურნალისტს, ვინც სცემს ოპერატორს, ვინც სცემს ტელეკომპანიის მფლობელს ან თანამფლობელს, მაგრამ მოვა ის ხელისუფლება, რომელიც მოიკითხავს და გამოიძიებს ამ საქმეებს. მე მინდა გაგამხნევოთ ყველანი მეპატრონიდან დაწყებული რიგითი თანამშრომლით გაგრძელებული და გითხრათ, რომ სახალხო კრება თქვენს გვერდით იქნება ნებისმიერი უსამართლობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არა მარტო თრიალეთი იყოს, არამედ იყოს კიდე სხვა ტელევიზიებიც რეალურად დამოუკიდებელი.